გეოპოლიტიკური მოთამაშის დაკარგული როლის ძიებამ თუ დაბრუნების სურვილმა ბრიუსელის ბიუროკრატია აზიისკენ შეაბრუნა. ჩინეთსა და ინდოეთში ევროპელი ლიდერების ვიზიტები ყველამ ნახა. ასეთი ვიზიტები შეიძლება კიდევ გაგრძელდეს და საინტერესო სწორედ ის არის, რომ აქაც ბრიუსელი ისევ ორმაგის სტანდარტებით მოქმედებს. სხვებს აკრიტიკებენ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების ქონის გამო და თავად ერთმანეთის მიყოლებით პეკინში ჩადიან, პარტნიორობაზე საუბრობენ და შეთანხმებებს აფორმებენ. Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტებისთვის ყველაფერი დასაშვებია. მთავარია დაკვეთების შეასრულონ. ის დაკვეთები, რამაც საბოლოოდ ისევ ევროკავშირი უნდა დაასუსტოს. იანვრის ბოლოს ევროპელმა ლიდერებმა პეკინი და ნიუ-დელი მოინახულეს. ჩინეთში იყვნენ ისეთი მძიმეწონიანი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკავშირის ლიდერები ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა. მათთან ერთად იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. ასევე პეკინს სტუმრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. დასავლელ ლიდერებს შორის იყო კანადის პრემიერი მარკ კარნიც. ჩინეთის პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრისთვის ახლა უკვე გერმანიის კანცლერი ემზადება. თუ კი შევხედავთ აზიისკენ შემყურე ევროპელებს, მათ ერთი საერთო აქვთ. ისინი უკმაყოფილოები არიან შტატების დამოკიდებულებით ევროკავშირისა და მათი ლიდერების მიმართ. ურთიერთობები მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გრენლანდიაზე ტერიტორიული პრეტენზია განაცხადა. როგორც ჩანს, მთავარი პარტნიორისგან დამცირებული ევროკავშირის ლიდერები ასეთი ვიზიტებით ცდილობენ პოლიტიკური თვითშეფასების დაბრუნებას. შტატების ამჟამინდელი დამოკიდებულება, რომ ამ ლიდერების ანტიევროპული პოლიტიკის შედეგია, ამის აღიარება, როგორც ჩანს, არ სურთ. ევროკავშირი დიდი ხანია დაშორდა იმ ფუნდამენტს, რაზეც ძლიერი სახელმწიფოები დგანან. ეს არის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები, კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა და ტრადიციული ღირებულებები. ამ ფონზე იმის თქმა, რომ ევროკავშირისთვის რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, ძნელი სათქმელია. არალეგალური მიგრაცია დღეს ევროკავშირისთვის უკვე ისეთი მოცულობის პრობლემაა, რომ ამ თემით იწყება და სრულდება თითქმის ყველა საუბარი ევროკავშირზე. ის, რომ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში დასაქმებას სურთ და ამას ლობირებენ, სავსებით ახსნადია და არც ის არის გასაკვირი, რომ იგივე პირობები ინდოეთმაც შეიტანა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაში, მაგრამ რამდენად იქნება ეს პირობები სასარგებლო ევროკავშირისთვის? სწორედ ეს შეკითხვა იბადება ევროპელ კონსერვატორებში მას შემდეგ, რაც ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა. ევროკავშირში ჯერ სამხრეთ ამერიკის მერკოსურის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმების გადააზრება ვერ მოასწრეს, რომ უკვე მეორე შეთანხმება წამოეწიათ ინდოეთთან. როგორც European კონსერვატივი წერს, სავაჭრო შეთანხმებასთან ერთად არსებობს მიგრაციის შესახებ შეთანხმებაც, რომელსაც ბრიუსელში სტრატეგიულ პარტნიორობას უწოდებენ. ამ ცალკე შეთანხმების მიხედვით ინდოელი სტუდენტები მიიღებენ უფრო ხანგრძლივ, მრავალჯერად ვიზებს და სწავლის შემდგომ სამუშაო ნებართვებს, სავარაუდოდ 3 წლამდე. ასევე დოკუმენტების დაჩქარებულად დამუშავების პერსპექტივას. ამ ნაკადის სამართავად შეთანხმება ამკვიდრებს მიგრაციის თავისებურ სისტემას. ინდოეთში იქნება ევროპის იურიდიული კარიბჭის ოფისი, რომელიც შეიქმნება იმისთვის, რომ აპლიკანტებს ევროკავშირში მიგრაცია გაუმარტივოს, მანამ სანამ ისინი ევროპაში მოხვდებიან. დასკვნა კი მარტივია. ბრიუსელს არალეგალური მიგრაციის მოწესრიგება არალეგალური სქემების ლეგალიზების საშუალებით სურს. ამას ემსახურება ჩვენს გადაცემებში არაერთხელ ნახსენები ევროკავშირის საიმიგრაციო პაქტიც. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ შტატებისგან გაწმილებული ევროპელი ლიდერების აზიისკენ შემოbrunებას. უფროსი ძმის მიერ დამცირებული და შეშინებული ევროკავშირი, რომელიც ბოლო პერიოდში დაბნეული ბავშვით იქცევა, ახლა ცდილობს საკუთარი შელახული იმიჯის და გაბანკროტებული პოლიტიკური კაპიტალის რეამინირება მისგან 10,000-ობით კილომეტრით დაშორებულ ქვეყნებთან სხვადასხვა გარიგებების დადებით მოახდინოს. Deep State-ის მიერ მართული და ორკესტრირებული ევროკავშირი ევროპული ღირებულებების გადარჩენას აზიის ქვეყნებთან ყოვლისმომცველი შეთანხმებების გაფორმებით ცდილობს. ჯერ ერთმანეთის მიყოლებით ევროპელი ლიდერები ჩინეთში გაემგზავრნენ. ერთი თვის წინ საფრანგეთის რეიტინგ მილეული ლიდერი მაკრონი ეწვია ჩინეთს. რამდენიმე დღის წინ კი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ბევრს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები უფრო მეტად ცდილობდნენ ჩინეთთან ურთიერთობის დათბობას და გაღრმავებას, ვიდრე საკუთრივ ოფიციალური პეკინი. ეს ყველაფერში ჩანდა. ევროპელი პოლიტიკოსების რევენანსებით დაწყებული, მათი რიტორიკით დამთავრებული.
როგორც ხედავთ, მე დიდ დელეგაციასთან ერთად გსტუმრობთ. აქ არიან დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ბიზნესმენები, ასევე ჩვენი წარმომადგენლები კულტურის, ხელოვნების, მუზეუმების, სპორტის და სხვა სფეროების ორგანიზაციებიდან და ინსტიტუტებიდან. ეს იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის ჩინეთთან ურთიერთობების გადატვირთვა. 2025 წლის ივლისში პეკინში ევროკავშირის და ჩინეთის სამიტი გაიმართა, სადაც მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 50 წლის თავი აღნიშნეს. ჩინეთის დედაქალაქში ევროკავშირის ლიდერები ჩავიდნენ და მათთვის ჩვეულ სტილში გააკეთეს განცხადებები, ცოტა წაიწუწუნეს. სავაჭრო დეფიციტის შესახებ თავისი წუხილი გამოთქვეს და ჩინეთს თხოვეს, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობა გადატვირთოს. ევროპა თავის ბაზარს ჩინური საქონლისთვის ღია სტოვებს. ეს ასახავს ჩვენს მრავალწლიან ერთგულებას წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის მიმართ. თუმცა ამ ღიაობას ჩინეთი არ იზიარებს. ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან ბოლო 10 წლეულის განმავლობაში გაორმაგდა და ამჟამად 300 მილიარდ ევროს აღწევს. ჩვენ მივახციეთ აშკარა გარდამტეხ წერტილს, როგორც ჩინეთის ხელმძღვანელობას ვუთხარით, იმისთვის რომ ვაჭრობა ორმხრივად სასარგებლო დარჩეს, ის უფრო დაბალანსებული უნდა გახდეს. ჩინეთი ევროკავშირის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. 2024 წელს ჩინეთსა და ევროკავშირის შორის ვაჭრობის მოცულობამ 700 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ჩინეთი საკუთარ დამოკიდებულებას ევროკავშირზე მიზანმიმართულად ამცირებდა და შედეგად ისეთი მოცემულობა მივიღეთ, რომ დღესდღეობით ევროკავშირს უფრო სჭირდება ჩინეთი ვიდრე პირიქით. ალბათ გაინტერესებთ, რატომაა დამოკიდებული ევროკავშირი ჩინეთზე. ყველაზე აქტუალურ სექტორებს რომ შევეხოთ, ესაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული, იშვიათი მინერალები, მზის პანელების და ელექტრომობილების კომპონენტები, რასაც ევროკავშირის ყბადაღებული მწვანე შეთანხმებისთვის საკვანძო როლი ენიჭება. ამიტომ ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს ჩინეთთან ეკონომიკურ და ასევე პოლიტიკურ ურთიერთობასაც გაუფრთხილდეს. მაგრამ იყო ერთი ევროპელი დიპლომატი, უფრო სწორედ დიპლომატიისგან შორს მყოფი ევრომარიონეტი, ვინც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ კარიკატურად იქცა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩინეთის დამარცხებაზე საუბრობდა საჯაროდ. როდესაც ევროპელი ლიდერები გამალებით ცდილობენ ჩინეთთან ურთიერთობის გადატვირთვას და გაღრმავებას, ევრობიუროკრატი და ფორმალურად ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჩინეთთან დაპირისპირებას აღვივებდა. ჩინეთის ეკონომიკა რუსეთზე გაცილებით დიდია, მისი სამხედრო პოტენციალი გაცილებით დიდია ვიდრე რუსეთის. ასე რომ, თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთის დამარცხებას და მასზე ეფექტური ზეწოლის განხორციელებას, მაშინ როგორ ამბობთ, რომ ჩინეთთან რისკზე წასვლა შეგიძლიათ? ეს ძალიან კარგად მეტყველებს იმ ქაოსზე, რაც ევროკავშირის პოლიტიკურ ვერტიკალშია. ჩინეთის შემდეგ ევროკავშირის მორიგი გაჩერება აზიაში ინდოეთი გამოდგა. ბევრწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროგაერთიანებამ ინდოეთთან ყოვლისმომცველი ხელშეკრულება გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის გუნდმა ევროკავშირი ტარიფები და სხვა ეკონომიკური ვალდებულებები დაამძიმა და დაამცირა, ევროგაერთიანებამ დიდი ყოყმანის გარეშე მოაწერა ხელი ინდოეთთან გარიგებას. სამხრეთ ამერიკულ მერკოსურის ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, როცა ურსულა ფონ დერ ლაიენი ინდოეთს ეწვია. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ფრაუ ფონ დერ ლაიენმა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მას ყველა შეთანხმების დედა უწოდა. დავოსის შემდეგ მომავალ შაბათ-კვირას ინდოეთში გავემგზავრები. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ისტორიული სავაჭრო შეთანხმების ზღვარზე ვართ. ზოგი მას ყველა შეთანხმების დედას უწოდებს. შეთანხმების მიხედვით 2 მილიარდი ადამიანის ბაზარზე გავდივართ, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მეოთხედს შეადგენს, რაც მთავარია ეს ევროპას პირველი ნაბიჯის გადადგმის უპირატესობას მისცემს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონში. დიდი ზარზეიმი და დრამატურგიით ინდოეთთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. მხოლოდ მისი რატიფიცირება გადარჩა. ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში და ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყანაა. იმის მიუხედავად, რომ ინდოეთს რუსეთთან ძალიან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გააჩნია და მისი ენერგორესურსების ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტია, ამას ხელი არ შეუშლია კოლექტიური დასავლეთისთვის, ჯერ დიდი ბრიტანეთისთვის, ხოლო შემდეგ ავსტრალიისთვის და ახალი ზელანდიისთვის, რომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაეფორმებინათ. ახლა კი ჯერი ევროკავშირზე მიდგა. თუ დიპ სტეითის მარწუხებში მყოფ ევროკავშირში რამდენიმე წლის წინ ბევრი აკრიტიკებდა ინდოეთს ნარენდრა მოდის ავტოკრატიული მმართველობის გამო, ახლა როგორც ხედავთ, ეს ყველას დაავიწყდა. ინდოეთმა ევროკავშირიდან იმპორტირებული პროდუქტების 96.6%-ზე ტარიფები გაანულა.
ამ შეთანხმების შედეგად ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული ფარმა ინდუსტრია გახდა. ფარმა ბიზნესი ევროკავშირსა და ინდოეთს შორის ხშირად იყო კამათის და უთანხმოების საგანი, უამრავი ლიცენზიის და ტექნიკური დეტალის გამო. მაგრამ ახლა, როდესაც ტარიფები შემცირდება, არაა გამორიცხული, რომ მზარდმა ინდურმა ფარმა ინდუსტრიამ ევროპულ კომპანიებთან შედარებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ფასი დადოს. და როგორც ჩინურმა ავტომობილებმა ჩაანაცვლა ტრადიციული ევროპული ავტოინდუსტრია, ინდურმა მედიკამენტებმა შესაძლოა ნელ-ნელა ევროპული წამლები ჩაანაცვლოს. ევროკავშირის არასახარბიელო და დასუსტებული მდგომარეობის გამო, ის ყველა შესაძლო ქვეყანასთან და ქვეყნების ჯგუფთან ცდილობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას. შეერთებულ შტატებზე განაწყენებული საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმას ცდილობს, მაგრამ ზედმეტი გულმოდგინების გამოჩენას ხშირად საპირისპირო ეფექტი მოაქვს ხოლმე, ვიდრე ჩაფიქრებულია. ევროკავშირს უკვე 70-ზე მეტ ქვეყანასთან 40-ზე მეტი სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული. ოფიციალური ბრიუსელი უკვე ამ შეთანხმებებში ისე შეიძლება აიბლანდოს როგორც აბლაბუდეში, რადგანაც მათმა რაოდენობამ უკვე კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. იაპონია, ვიეტნამი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, მექსიკა და ბევრი სხვა. რა შეიძლება ჰქონდეთ ამ რადიკალურად განსხვავებულ ქვეყნებს საერთო? ევროკავშირის ყველა ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აქ კარგად ჩანს თუ როგორ ახდენს ბრიუსელი საკუთარი ბაზრის ინსტრუმენტალიზაციას. მაგრამ ბოლო პერიოდში ევროკავშირი ისე აჩქარდა, იმდენ სხვადასხვა ქვეყანასთან გააფორმა სავაჭრო შეთანხმება, რომ საკუთარი მწარმოებლები და ფერმერები დაუცველ მდგომარეობაში ჩააგდო. ეს არგუმენტირებული ბრალდებები ბრიუსელის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ხშირად ისმის კრიტიკოსთა მხრიდან. როგორც ევროკავშირის, ასევე ინდოეთის მხრიდან ეს მიანიშნებს ვაჭრობის ზრდისადმი ერთგულების გაგრძელებაზე. ორივე მხარე ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლის ქვეშაა. ტარიფების აგრესიული გამოყენება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცა. ამ კონტექსტში ევროკავშირისა და ინდოეთის ვაჭრობა არ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარე სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ძირითად პარტნიორთან. ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა დაასრულა მოლაპარაკებები მერკუსორის ქვეყნებთან. ინდოეთმა სავაჭრო შეთანხმებები დადო დიდ ბრიტანეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან. ორივე მხარე ცდილობს შეთანხმებების გაფორმებას მსგავსი შეხედულებების მქონე სახელმწიფოებთან. ორივე ინდოეთიც და ევროკავშირიც დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკით დაზარალდა. ევროკავშირიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებული პროდუქცია მინიმუმ 15%-ით იბეგრება, ხოლო ინდოეთიდან შეერთებულ შტატებში ჯერ 25%-იანი ტარიფით იბეგრებოდა, ხოლო შემდეგ გაბრაზებულმა ტრამპმა განაკვეთი გააორმაგა და 50% გახადა. ასე რომ ინდურ-ევროპულ დაახლოებას ყველა შეთანხმების დედა კი არა, შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკით იმედგაცრუებულების და განაწყენებულების დუეტი შეგვიძლია უწოდოთ. შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გააკრიტიკა ევროკავშირის და ინდოეთის ეკონომიკური დაახლოება და ოფიციალურ ბრიუსელს სიბრიყვეში დასდო ბრალი. შეერთებულმა შტატებმა ევროპელებთან შედარებით გაცილებით დიდი მსხვერპლი გაიღო. ჩვენ ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვისთვის 25%-იანი ტარიფები დაუწესეთ. გამოიცანით რა მოხდა გასულ კვირას. ევროპელებმა ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კიდევ ერთხელ გასაგებად რომ ვთქვათ, რუსული ნავთობი ინდოეთში შედის. რაფინირებული პროდუქტები გამოდის და ევროპელები მათ ყიდულობენ. ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებენ. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ უკრაინა-რუსეთის ომს. ინდოეთი ევროპის უმსხვილესი მომარაგებელი გახდა ნავთობით, არადა თვითონ მარაგები ფაქტიურად არ გააჩნია. ბოლო წლების განმავლობაში ინდური კომპანიები მასიურად ყიულობდნენ რუსულ ნედლნავთობს და გადამუშავების შემდეგ ევროპაში გაქონდათ ექსპორტზე. ევროკავშირი უამრავი სანქციის მიუხედავად რუსულ ნავთობს მაინც ყიდულობდა, ოღონდ სხვა ქვეყნის შუამავლობით. მაგრამ ინდოეთით ევროკავშირის აზიური ტურნე არ დასრულებულა. ბრიუსელის ევრობიუროკრატია ვიეტნამსაც დიდი შემართებით ესტუმრა და იქაურ მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ვიეტნამის კომუნისტურ პარტიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც ქვეყანას აგერ უკვე 9 საუკუნეზე მეტია, რაც მართავს, ევროკავშირის სტატუსით რუსეთს და ჩინეთს გაუტოლდა. ვიეტნამში ერთადერთი ლეგალური პარტია სწორედ მმართველი კომუნისტური პარტიაა. ამ პარტიასთან კი ევროკავშირს უკვე საკმაოდ ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა დაუგროვდა. ევროკავშირსა და ვიეტნამს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2020 წელს გაფორმდა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორების რანგში აიყვანეს. ამრიგად კომუნისტური ვიეტნამი ევროკავშირის პირველი სტრატეგიული პარტნიორი გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შესანიშნავია, რომ პარტნიორობა აღიარებულია როგორც მდგრადი, დინამიური და სულ უფრო სტაბილური. ამ განახლებით ჩვენ ასევე ვიღებთ ძალიან დეტალურ ერთობლივ განცხადებას, რომელიც იქნება რეალური გზამკვლევი მომავალი სამუშაოებისთვის. ეს არის ევროკავშირის პირველი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
სანამ ევროკავშირი ჩინეთთან ურთიერთობის გადატვირთვას დაიწყებდა და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებდა, 2023 წელს საქართველოს და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა. მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოს მიმართ მაინც დაუსრულებელი ბრალდებები ისმოდა ევროკავშირის ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო და მედია სექტორიდან. ეს არის გარკვეული დემარში შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომ აი მე შენ აღარ მინდიხარ, წავიდიხარ მე შენს კონკურენტ ჩინეთთან დავამყარებ ურთიერთობას. ჩინეთის შავ ზღვაში ნიშნავს ჩვენი ყველაზე მთავარი პარტნიორების პირდაპირ გაცვლებას და განაცხადებას. საქართველომ ბევრად ადრე შეამჩნია გლობალური გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ძალთა ბალანსის ცვლილება და საკუთარი ეროვნული ინტერესების მიხედვით იმოქმედა. დაუძინებელი მეგობრების მხრიდან ქების მაგივრად დაუმსახურებელი და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკა მივიღეთ. და აი ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ევრომარიონეტები ერთმანეთის მიყოლებით აზიურ ქვეყნებში ჩადიან, სტრატეგიულ და სავაჭრო ხელშეკრულებებს აფორმებენ, იქაურ მთავრობებს მადლობებს უხდიან, ის ფსევდოპოლიტიკოსები სად არიან და რას ამბობენ? საქართველოს ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გამო ბრალს რომ დებდნენ. გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის ნათქვამი გერმანიაში შობადობაზე კარგად გვახსოვს. გერმანია ქვეყანაა, სადაც შობადობა არც თუ ისე მაღალია, ამიტომ მიგრანტები გვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას. ბერბოკის ამ ინტელექტუალურ მწვერვალს, როგორც ჩანს, ურსულა ფონ დერ ლაინი და ანტონიო კოშტა ნამდვილად არ გასცდენიან. ასეთი მონაცემების ქონა Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.